თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს განიცადა. ფლაირადარის მონაცემებით C-130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14 საათსა და 19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რადარებიდან განგაშის სიგნალის გარეშე გაქრა. ფერმიდან მომქონდა წყალი, დავინახე ვერტფრენი, რომელიც რამდენჯერმე დატრიალდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით ჩამოვარდა და აფეთქდა. დიდი აფეთქების ხმა იყო, გაუჩნდა ცეცხლი. იმ მომენტში ვერტფრენთან სამი პირი ვნახე, ერთი ცეცხლს აქრობდა. ადგილზე რომ მივედი, ვნახე ერთი დაღუპული იყო. მაშინვე ავიღე ტელეფონი და 112-ში დავრეკე. პარაშუტით გორაგზე ერთი ადამიანიც დავინახე, მაგრამ არ ვიცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ ინძრეოდა, მალევე სასაზღვრო პოლიციაც მოვიდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ კონკრეტდება. კატასტროფის ადგილას ახლა სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. საზღვართან იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო თურქეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ოფიციალური ანკარა თბილისსა და ბაქოსთან კოორდინირებულად მუშაობას აგრძელებს და დამატებით სამაშველო ჯგუფებს აგზავნის. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ აზერბაიჯანიდან მიმავალი ჩვენი C-130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა. თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან მალევე სატელეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. თურქ კოლეგას ესაუბრა და სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. კომუნიკაცია შედგა საქართველო-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაც. სამხედრო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მეგობარ თურქეთს უსამძიმრებს ოფიციალური თბილისიც. ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი თურქ კოლეგას უკვე ესაუბრა. ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, დაღუპული სამხედროების ოჯახებსა და ახლობლებს თურქეთის მოძმე ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ტრაგიკულ ფაქტზე, რომლებიც თურქეთის საჰაერო ძალების იმ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდის შედეგად დაიღუპნენ, რომელიც განჯიდან აფრინდა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ მწუხარების ჟამს ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მოძმე თურქ ხალხს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.